რა გაღიზიანებს MC-ში? რასაც ბაზრობს ის რო არ უხდება. რო უსმენ და რო არ გჯერა რომ მაგის გამკეთებელი. შეიძლება არის გამკეთებელი, მაგრამ რო არ უხდება ეგ მე მაღიზიანებს. ის ფლოუები, რომლებიც ჟანრს არ ერგებიან. აი დრილზე რო ტრეპ ფლოუთი მე საუბრები, აი ეგ არის ფეილი ჩემ თვალში. შეუთავსებლობა არის და ვერც ჟღერს ისე როგორც უნდა ჟღერდეს. MC-ში მაღიზიანებს ის, როდესაც აქვს ინდივიდუალიზმის პრეტენზია, მაგრამ ეძებს Lil Baby type beats. უნდა მითხრას რომ განსხვავებულია. არ ხარ და beatmaker-შიც მაღიზიანებს ეგ, როცა აკეთებს ვიღაცის type-ს. არა ის რაც აფიქრდება. თვითონ MC მაღიზიანებს არის ზოგადად. ინდივიდუალიზმი რო შეინარჩუნო, უკეთესი იქნება. ანუ ეს პასუხიც რო გავიმეორე, ინდივიდუალიზმი არ არის. მაგრამ მაინც შეინარჩუნეთ არტისტებს. ვიღაცის type-ებზე არ უნდა წერონ რა. აი უაზროდ რო ლაპარაკობს, რეპავს ხო? ლაპარაკობს, ნახე მაგიტო თქვი. ანუ flow რო არა? flow რო არა, flow უნდა კონდეს, ხასიათი უნდა კონდეს. ძალიან ბევრი რეფერენსი. შენი რო არაფერი არ გაქვს დატოვებული. MC-ში უნიჭო ქართული მუსიკასები. გამაღიზიანებს MC-ში. რო იბრალებს რომ MC-ია. გოიმობა. სიყავბე. რო ავიწყდება ტექსტი. კიდე რა გაღიზიანებს? ყოილები. აი კი. ის პოტენციალის მივკრა. და რომში შეგიძლია და შენი ამბები რა. კი. არასწორს რომ ამბობს ეგ არის გამაღიზიანებელი ძალიან. ამპარტაუნება. არაობიექტური ამპარტაუნება. ფლექსი კაია. ხანდახან ზედმეტიც უნდა მოგივიდეს, მაგრამ ამპარტაუნება მაღიზიანებს. MC-ში ბუნებრივი ხმა. რო ავიწყდებათ ხოლმე რა. მიდის და აჯვავს მე. მოცეკვავეში? არასრულად რო ცეკვავს რა. და თან აი სხვის რაღაცებს რო იყენებს. რეფერენსები. რეფერენსი მე სხვანაირად დაგვიქვა და როგორც PvP-ში არის მიღებული, განსხვავდება რა. რას გულისხმობ? ტიპის flows რო იღებ, თქვა და რაღაც ტექსტს ვაო, ან იმის ლაინსი მეორე. ეგ ჩემი აზრით რეფერენსი არ არის. ტიპები ყველაფერს იპარავ, რეფერენსი ზახია, შაუთაუთ არ არის, სხვისი flow თუ აგიხია. ეგ არის უბრალოდ კოპირება და იშვიათ შემთხვევაში შაუთაუთი გააჩნია როგორ შეფუთავ რა. ტყუილი მაღიზიანებს, რო იტყუება ტიპი ეგ მაღიზიანებს, ყველაზე მეტად ალბათ ეგ რა, ეხა რაღაც არ მახსენდება. მაგრამ რაღაცები არის რა. აი punchline-ებს რო წერს და თან ვერ არის რა punchline. აი როგორი punchline-ია, იცი? იტყოს ჰაჰა, მაგრამ ოპონენტს ვერაფერს ვერ უშვება რა. ისეთი punch-ი უნდა იყოს, რომ ოპონენტი მეორედ იქ ვეღარ გამოვიდეს. მე რაღაც ისეთი თესლობები ალბათ რო შესაძლოა ბალიში რო ვახჩი ეს როგორ მოიგო. ზედმეტად დიდი ეგო შესაძლებლობებთან მიმართებაში. როცა ბაზრობს იმაზე, რაც არ ეხება, იმაზე ვიზეც არაფერი არ უნდა თქვას, იმიტომ რომ ის არაფერს არ იძახის ამაზე. შენ გამოცდილებაზე უნდა ილაპარაკო მხოლოდ. True უნდა იყოს, true. მენტალიტეტი. რას გულისხმობ? აი რაღაცნაირი აღქმა ჰიპ-ჰოპის, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება იმ ჭყალებში ორთოდოქსულ ჰიპ-ჰოპ მენტალობას, რის გააზრებასაც ვცდილობდი პირველი დღიდან. ყოველთვის იკარგება თარგმანში, ასე ვთქვათ, ჰიპ-ჰოპი. გულწრფელი რო ვიყო მართლა ძალიან კარგი კითხვა არის და შეიძლება ცოტა მოუმზადებელიც პასუხობ ამაზე, მაგრამ აი ეგ არის რომ რაღაცნაირი აღქმა ჰიპ-ჰოპის რომ ვითომ ასეთია თუ ისეთია და გონია რომ სინამდვილეში სულ სხვა არის რა. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც არაქართული არის ეს და ნამდვილი მარტო აფროამერიკული არის. თუ შეიძლება რომ არსებობდეს არაამერიკული რეპი, მაშინ ის უნდა მოერგოს რაღაცა სხვანაირ აღქმას რა. გამარჯობა, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი, თუმცა ზოგჯერ დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ძველებურადაა. ხანდახან ისეთ ადგილას ბრუნდები, რომელიც შეიცვალა, ან შეიძლება თავად შენ შეიცვალე ამ გზაზე. ეს ვლოგები უბრალოდ ვიდეოები არ ყოფილა. ისინი დროის ფრაგმენტები და მოგონებები იყო. ვლოგები ვაქციეს საშუალებად შემენარჩუნებინა გამორჩეული მომენტები და დრო ცოტა ხნით შემეჩერებინა. აღმებეჭდა ბეთლებზე გამოსვლის ფოთვები, ხუმრობები, ქაოსი, გულწრფელი ემოციები და რაც მთავარია ის სიყვარული, რომელიც კამერის მიღმა იგრძნობოდა. თქვენც აქ იყავით ჩვენთან ერთად. თქვენი ყოველი ნახვა, დატოვებული კომენტარი და ვლოგების მოლოდინი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ ყველაფრის ნაწილი იყავით. რა თქმა უნდა, იყო დღეები, როცა გადაღება არ მინდოდა, ზოგჯერ მეზარებოდა, ზოგჯერ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ როგორც კი კამერას ვრთავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა და ახალი ენერგიით ვივსებოდი. ამ კამერამ არაერთი ისტორია დააფიქსირა. გარდამტეხი მომენტები, რომლებმაც სცენა შეცვალა, ახალ ბედები, რომლებმაც მცირე დროში ყველა შეეყვარეს თავები, არტისტები, რომლებიც ვლოგებიდან ვლოგებამდე იცვლებოდნენ, ვითარდებოდნენ და კიდევ უფრო გიახლოვდებოდნენ თქვენ. მოკლედ, უნდა გამოგიტყდეთ, შეიძლება ეს PvP-ს ბოლო ვლოგი იყოს. ყოველ შემთხვევაში გარკვეული მიზეზების გამო ამ ეტაპზე ასეა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ვლოგებისადმი სიყვარული გამიქრა. ჯერ კიდევ მიყვარს ეს ყველაფერი, უბრალოდ ბოლო დროს რაღაცები აღარ იყო ჩემს კონტროლში.
ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად კარგია რომ ასე მოხდა, რადგან ეს პაუზა პირველ რიგში მე მჭირდებოდა. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ როცა რაღაც სრულდება, ახალი და უფრო საინტერესო ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი აზრით, რაღაც უნიკალური და დოკუმენტალური შევქმენით, რასაც ვერავინ წაგვართმევს ან დააკოპირებს. და თუ ეს ბოლო ვლოგია, მოდი ამერთხელაც დავტყვეთ მომენტებით. იმედი მაქვს ამ ვლოგს ბოლომდე უყურებთ. თქვენი აზრი ყოველთვის მაინტერესებს და ამჯერადაც გთხოვთ რომ გაიხსენოთ თქვენი საყვარელი ან დასამახსოვრებელი მომენტები ჩემი ვლოგებიდან და დამიწეროთ კომენტარებში. ჯერ მეც არ ვიცი რა იქნება შემდეგი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ თხრობას გავაგრძელებ და ისიც ვიცი რომ სადაც არ უნდა წავიდე თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ. ახლა კი გავაგრძელოთ ვლოგის ყურება და ამ სენტიმენტალური მონოლოგის შემდეგ ცოტათი მაინც გავხალისდეთ. დღეს არის ლეგენდარული დღე, როგორც იქნა დადგა ეს დღე. მესამე სეზონი იწყება, ახალი მონაწილეები გვყავს და ასევე არის PvP Slam-ის ფინალი. როგორც ყოველთვის გვიან მოვდივარ, ტელეფონი მირეკავს ამ წამს, მაგრამ არ პასუხობ. ნუ მირეკავ დაკავებული ვარ, მაინც არ პასუხობ ზარებს. რატომღაც ყოველთვის ძალიან ცუდი ამინდები ემთხოვა ხოლმე ბეთლების დღეს, ამ წამსაც წვიმს და ამასობაში ნელ-ნელა მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს. თქვენ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ იესამისფერი გული. გამარჯობათ მეგობრებო, გამოიწეთ არხი, გამოიწეთ ჩემი Instagram-ი. კაი ბეთლები იქნება. საუნდჩეკები ვნახე, კონტრასტი ძალიან მომეწონა. ყველა გაცებულია ვაფშე. ეგა ხადაობა რა. ჯამრთელი ეპერი არ ყავს. ავადმყოფების ბეთლები არის. წინაზე აუთფიტად ავირჩიე Wu-Tang-ი, დღეს ვარ MF Doom-ი. შემდეგში მოვითხოვ რომ დამასპონსოროთ რამე მაღაზიამ და დამიპრინტოთ ბიგელი. დღეს კასპერი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არის ჟიური და ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება. მაინტერესებს შენი აზრი, როგორ სეზონს ელოდები და რას ფიქრობ დღევანდელ ბეთლებზე? ვერ გეტყვი რას ვფიქრობ, იმიტომ რომ ისეთი არტისტები გამოდიან, რომლებიც არ ვიცი და არც მომისმენია და მაინტერესებს და ადგილზე შევაფასებ, მაგრამ ვინც ვიცი, იქიდან გამომდინარე, წესით სეზონს ცეცხლი არ უნდა მოაკლდეს რა. PvP Slam-ის ფინალზე რას ფიქრობ? თუ საჯის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, კომპეტენტური ვერ ვარ, მაგრამ შოუს დანახვის თვალსაზრისით ვარ კომპეტენტური, ასე რომ სიამოვნებით ჩავუჯდები და Google შემოткиრებ ლოლას. ჯამატ, კი ვხედავ ეხლაც რაღაცა სტრუპავ, მაგრამ მუკბანგი იქნება დღეს ვლოგში? აუცილებლად. სხვათა შორის ძალიან საყვარლები ხართ, იმიტომ რომ ყველას გახსოვდათ, რომ წინა 2 თუ 3 ვლოგში, ხო სწორად, ელამი ხო არ ვარ, ხო სწორად ხედავ. წინა 2 თუ 3 ვლოგში რომ ჭამდი და ვილუკმებოდი და რომ მომწე. ვერ ვარ დამიჭირე რა. Why are you gay? წინა 2 თუ 3 ვლოგში რომ ჭამდი და ვილუკმებოდი და გახსოვდათ, პირში ნუ ჩამიდე. Why are you gay? ვაიმე, აუ, აღარ წერცო, გადიხაქე და შენგან ვერაფერი გავიგე, გადავედით იკაზე. გამარჯობა. არხი. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. წარმატებები. იასამნისფერი გული და კომენტარეთ. გილოცავ 60-ს. მადლობა. ძლივს ვიღაცამ აღნიშნა. დღევანდელ ბეთლებზე რა სიტყვი? ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი იქნება. ვინც იძახის რომ მესამე სეზონი ცუდი იქნება, ძალიან ცდება. ეს ბიჭები გააკეთებენ დღეს სასწაულს. PvP Slam-ის ფინალზე რა სიტყვი? ძალიან მომწონს Netflix-ა სტილი, როგორც ეკავს რა. და ჩემი აზრით Netflix-ა მოიგებს ამ ბეთლს რა. როგორ ბეთლებს ელოდები და როგორ სეზონს? მე მოვისმინე ყველასი რა, თითქმის ყველასი. მარლოსი არ მომისმენი. ძალიან მაგარი სეზონია, არც ერთ სეზონს არ ჩამოვარდება ჩემი აზრით. PvP Slam-ის ფინალზე? აუ მე ძალიან მომწონს ეგ პროექტი, ძალიან. აი ორივეს მოგება გამიხარდება. ბეთლებზე ხო გიხილავთ? ვეღარასდროს. რატო? ნუ რა, უკეთესი არტისტი ვარ. მე მინდა მოსკოვსთან ბეთლის სეზონო. ოპა. ნახოთ. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ეგ მიტრიალებს თავში რომ. მაშინაც ამბობდი რომ არ გამოვალ ვაღარასდროსო და აგე? ნუ ამბობ იმას, რასაც არ შეესრულე. ხო, მაგრამ ანუ ეხა ეგ მიტრიალებს თავში უბრალოდ რომ ეხა ტრეკები და ტრეკები. ბევრი სინგლები. კლიპებიც? კი, კლიპებიც ერთი დავდე, კიდე ერთი იქნება უახლოეს მომავალში, ზუსტად დროს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, აი ამაზეა დამოკიდებული. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და ყველას გვალოდინებს ხოლმე მე ველოდეს 3 თვეზე მეტი მამასიტაზე. არ იცით ვის უნდა დარეკოთ, იმიტომ რომ ეგ ჩამაბარეს ტრეკი ძმა 2 დღეში დავამთავრე, დავაბრუნე, დაიდო. აბა მოემზადე კარგად, დარწმუნებული თუ ხარ შენს თავში როგორი ბეთლი იქნება შენი აზრით? პირველ რიგში ღმერთში ვარ დარწმუნებული. ჯერა მარტო ღმერთის და მეორე ხმა მაქვს საშინლად ჩახლეთში და უნდა გავკაჩო უეჭველი რა. შენც გაცივდი? საშინლად. 2 კვირა გაცივებული. დალია წამლები? ძალიან მაიცა და განახილე. რეკლამა არ შეიძლება. რეფერენს ქართული მსმენელი ვერ ხვდება რა არის.
აბა გითხარი. არის შოუს ნაწილი. ბევრად უფრო კარგ სანახავს ხდის შოუს და თუ გინდა ბანისაც ვკითხოთ. რა უწკერავ კარგად. ბევრი არა რა. Enough is enough. ჩემი აზრით, ეგ რეფერენსი უნდა გამომეყენებინა ორი რეფერენსი. ზუსტად სხვანაირად ბედს უყურებ მე, თორე რეფერენსად თვითონ კაი იყო. იასამნისფერი გულები. და კომენტარით. მომისმინე. გახსოვს საიფერის ბლოგს რო ვიღებდით და მან დრო ვიხსენებდი ენემიმ თუ კონტრამ რო ამბობს ყოველ ბლოგში რომ ნათიას ბლოგები ვინ თქვა? კონტრამ თქვა. ნათი არის ყველაზე არა, ხო და კონტრა ყოფილა ბოლო ბლოგში ვნახე და მეთქი კონტრა. სხვადა რა ვისარ ჩამოვარქვე. თორე იქიდან ეხა გნახე რომ სხვა შევაზრებოდი და მეთქი ვიეჭვიანი და გამოვიქეცი. როგორ არის ეხა იცი? ვნახე მე საუნდჩეკებემ. ცოტა აუტისტი ვარ და რაც გავაკეთე ყველაფერი გამივარდა. ვნახე საუნდჩეკები. აუ ძალიან მაგარია ეს. კამი. Skyres-ის მესამე რაუნდზე თუ არ დაგბურძგლოთ, ანუ არ ხართ ადამიანები და ჰიპ-ჰოპედები, მამა არ მომისმენია მარტო. ჭრდილი გაქვს, ჩამოწიე ხელი. ჭრდილში ხარ. შემოტრიო. ვის ჭრდილში ვარ? ვის ჭრდილში ვარ? ვისი ბრალია? ვის ჭრდილში? დაასრულე ფრაზა. რაც გაყინულია? ვეღარ გაიყინება. საიდან იცი ხო? ორი ვნახე, მაგრამ საიდან არის? შენ რატო თქვი? იმიტომ რომ შენ რო თქვი თუ გასთორე. მე ბევრი წერდა თუ სხვაებიც რაღაცა, კარჩი არ ვიცი, საიდან ვიცი, მაგრამ ვიცი. რა არის ეგ? ეგ არის ჩემი Facebook ჯგუფი და community შევკარი და ჩვენი ფრაზები გვაქვს. Ice Fam ესე ქვია. შენი საყვარელი სტილი რა არის ჩაცმის? ჩემი საყვარელი არის ჩემი საყვარელი ჩაცმის სტილი არის oversize vintage ზოგჯერ Y2K მეოსება, ზოგჯერ კლასიკური მეოსება. შენი საყვარელი ფერი, ლურჯი ხო? წითელი და ლურჯი. თეთრი, სამი ფერი მაქვს. რუსეთის დროშა გამოვიდა ბიჭო. რუსეთის დედას შევეცი. დავი, მედი შოუა რუსეთის თუ რა. რუსკი ვაენი კარაბლი ძინახუ. მესამე სეზონის ჩემპიონი ხდება და მე მეოთხე სეზონიც გავვალ. ვაიმე, მაშინებს ეს ბავში ძალიან რაღაცა შეიცვალა. რა? რა? ძალიან შეიცვალე. რაღაცა მეუბნებიან. რა გჭირს, რა მოხდა რა? დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, დეპრესიებში ვარ სიმონ. ლაპარაკეიბლ ხარ? ხო? რა? ხო? ჩემ მე გავაძრე ხო? ლაპარაკეიბლ. ლაპარაკეიბლ რო ვარ, ანუ რაღაცა მჭირს. სული რატო გეღუტუნებოდა? სული მეღუტუნებოდა ნიშნავს ბეთლის წინ რო ადრენალინი გაქვს და აი მალე რო გინდა რომ დაიწყოს ეგ. ერთი წინადადება მითხარი, რასაც ეთქვი მაყურებელს, რომელიც ახლა ამ ბლოგს უყურებს. აი, ერთი წინადადება მარტო. შენ 60,000-ზე ახვედი. გილოცა. გისრუებს 70,000-ზე სასულიყო. 70 გემეტება ჩემთვის? სკოია. თხარო გყავდეს, რას დაარქმევდი? ანიზიასნია, ჩემი. თან ვეირდ კითხვა მოვიფიქრე და ტიპს პასუხი უკვე ქონდა წინასა. მე თუ თხა დამარქვეს, თხასაც ბანის და Baby goatი აღარ ვარ შემომერია მე ჭაღარა წვერში. გუშინ გავიპარს. ერთი ჭაღარა მაქვს. რამდენი ხარ შემახსენე? 19. 19 წლის ასაკში გაქვს ჭაღარა და მე არ მაქვს. შენ რატომ უნდა გქონდეს ჭაღარა გოგო? 30. გოგოსაც აქვს ხო? Yes, science. ყველაზე underrated Bethlehems. და ვისაც რამე პრეტენზია აქვს? მოვიდეს და ნახევარი საათი აფრისტაილოს. აი ეს მაგარი ბიჭი რომ ეგეთ კომპლიმენტს მოგცემს. ყველაზე მაგარი რჩევებს მაძლევს მართლა. თულ მომენტებში. მაგრამ მევასება ეს ბავშვი ძმაო იმენა ჯიგარია. 18 წლის ადამიანი გაიჩნდა ნიჭით, კეთილი გულით სავსე და იმდენი უაზრო ჰეიტი მოხდა რაღაც უაზრო ბოღმის გამოხდები. რომ აი ამ ადამიანისადმი განსაკუთრებული რაღაც რესპექტ პატრიოტიზმა მაქვს რა. მეც ეგრე მაქვს ხოლმე, აი რაღაც უსამართლობა რო ხდება ხოლმე და ავტომატურად მინდება ხოლმე რომ იმ ადამიანს დაუჭირო მხარი და მესმის შენ რასაც ამბობ. ბოღმა არ მევასება. იმენა ტრიგერდები რა. მეტი მშვიდობა და ერთობა არის მესიჯი ყოველთვის რა და ეს არის chill guy. სადაც არ დავიყო სტრუპავს ვოდკა ენერგიის იგიმის იყავით chill guy-ები. შენ ხელა რა ვიყავით ბაგი შრამი მადებს ერთი და მეორე. ტრეკებს აღარ წერ რაღაც ხო? ანუ რაღაც EP-ზე მუშაობ, ეხა mixtape EP, რაღაც ტრეკებს მუშაობ, ბევრ ტრეკს ერთად დავაგროვებ და დავყრი და ვისაც გაგისწორდებათ, ნახეთ რა. chill guy-ია თქო.
მოусმინე და თუ გინდათ ნახეთ. მეც ეგრე ვარ, თუ გინდა ნახე რა. როგორი კაცია, იცი აი, ეს და კიდე რამდენიმეზე შემიძლია თქვა, რომ ანუ PvP სცენაზე იქნება თუ სადმე გარაჟში, მაინც მაგრა იკაიფებს, იმით რომ რეპავს და ამდიჟენიაშია რა. ვინ მოიგებს თქვენგან დღეს? ორივე. კი. ჯაი ჩვენ მოვიგებთ ორივე წვეთ. მეგობრობა გაიმარჯვებს? არა, ორივე მოვიგებთ. ვერა, მაგრამ ისე. ჰაირო, შენ იყავი ლეგენდარულ ბეთლზე? მარლომ რო დააგდო ერთი ყველაზე ძლიერი MC? სხვათა შორის მაშინ ვერ მოვასწარი რომ მივსულიყავი და ძალიან ვნანობ მაგას დღემდე რომ იქ ვერ მივედი რა. ბეთლიც ან ქონია და უკვე მიგონებენ ლეგენდებს. ბოსტონის ლეგენდარული კეპკა რო დაგჩა, ცუდის ნიშანია. სურპრიზია. მეტოქეზე რა სიტყვი? აი ტიპია რა, არც ვეჭი მაგრად მევასება ეს ბიჭი. ასევე. ცოტა უნდა ვიშხუბოთ იქ. რომელი რაუნდი მოგწონს შენი ყველაზე მეტად? მე მგონი მეორე უფრო. მეც. მაშინ მე სამივე მომწონს. მე უფრო მომწონს მაგრამ. რომელი ბითი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ვენტუსას ბეთლის მესამე. არა, მე მესამე არ მომეწონა ვაფშე. მაშინ მესამეს გარდა ყველა. ეს მე რო არ მომეწონა, შეც არ მოგეწონა მესამე, ხო? მე მომეწონა მეორე რაუნდის ბითი. პირველი რაუნდის ბითის მომეწონა, იმიტომ რომ საფანჩლაინობითია, თორე ისე არ მომეწონა. აია, პირველი ნორმალური, მესამე კიდე ცოტა უფრო ქვემოთ. ჩემთვის ეგრეა რა. მეორე, პირველი, მესამე. მეორე, მესამე, პირველი. მაშინ ხელი ჩამოართვით და დაგემშვიდობებით. შენც ხوار გაცივდი შემთხვევით. მე მახველებს. გონია რომ ჩემ ბეთლზე ერთ-ერთი სანერვიულო ის მაქვს რომ პროსტა რაუნდის დროს შუა რაუნდის ან რობას რომ არ დამახველოს. მეტი არაფერი არ მინდა. იმ დღის მერე ხوار მოხდა ეგ ყველაფერი საიფერებს რო ვიხებთ. მეც მაგას ვფიქრობ რომ საიფერზე ერთი იყო ჩუმად ვირუსიანი შემოპარული და აკვი და ყველას. საყვარელი ფანჩი დღევანდელი ბეთლიდან. ჩემი? ჯერ ბავშვი ხარ გჯერა სასწაული მოხდება. ვიტყვი სიგარეტს რომ მეწევი და სახში მოხდება. თუ არხს არ გამოიწერენ, შევახსენოთ რა ხდება? თუ არხს არ გამო წინაზე როგორ მქონდა ეხა გავიხსენ. თუ არხს არ გამოიწერთ, სახში მოხდება. შენ ხარ უნამუსო თუ ამ ვიდეოს ისე უყურებ, რომ არხი არა გამოწერილი. თაირო მარლო გონია რომ ვერსები თანაბარია, იქ შესრულებას გააჩნია ვინ როგორ შეასრულებს რა. კონტრას კაი, კონტრას რაუნდები არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ სკაის რაუნდებზე ძალიან ვიცინე, ძალიან ბევრი ვიცინე და ვენტუსა მაიკლა ორივე კარგად არის მომზადებული, მაგრამ გონია რომ ცოტა უცნაური ბეთლი გამოვა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადამღები რაღაც ნათიას მოუპარე. პირველი მივდივართ გიგუნასთან, რა თქმა უნდა. ვისი ვლოგია? ჩემი. თუ ენაისის. ენაისის. ენაისის ვლოგში მე არ ვიჩიტებ. რატო? აი თვითონ ენაის აქ ეგრე დარასკლავებული. გიგა შენ არასდროს ჩამწერი. გიგუნა არ იჩიტება ენაისის ვლოგში, ამიტომ არ გვითხრა როგორ არის და პირდაპირ ესე დავდებთ. ჩვენ არ ვუპასუხებთ ამოჭრას ამოჭრით და ჩვენ დავდებთ ამ ვიდეოს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ ვიდეოს დავდებთ მთლიანად. არა მომიჭრა ეს წინა. შემდეგი მივდივართ. ამან უნდა დამონტაჟოს, ამასთან მივდივართ. შემდეგი მივდივართ. სკაირეს ხარ? ყოვასთან აი არ გინდა. გოგოებში მივდივართ შემდეგი. შენც დაიწყე? პინოსთან. თქვენთან პანჩლაინებიც არსებობს ცეკვაში? ეგ იცი როგორი თემა, აი დღეს მექნება. იმიტომ რომ ანუ ეგ პანჩლაინი ხო ის თემაა, რომ ვიღაცას კონკრეტულად უკეთებ. ხო და აი ეგეთი რაღაც მექნება და ესე საერთოდ როცა ჩოლობრივ ბეთზე გადიხარ, იქ ხო არიცი ჯერ ვინ შეგხვდება და იქ იმდენად არა. მეტოქეზე რას გვეტყვი? მეტოქე მაგრად მიყვარს, ან კაი მოცეკვავეა, მაგრამ დღეს ჩემი დღეა რა. მონო ჰოლში არასდროს იქნება შენი დღე. საყვარელი პანჩლაინი თუ გაქვს? პანჩლაინი არ ვიცი, ლაინს გეტყვი, შეხარ კაკადუ და იმეორე. მანერებს მაინერი ლირიქსის ეს ლირიკა შეგანელებს. Skywars for life. მზად ხარ? რა თქმა უნდა არა. შენს გაცილებული ხوار ხარ? ძალიან. კონდათ ერთმაჩი ლაივი და ხმა ჩამიწყდა მაგ ლაივის მერე. არ მომენტ გაცილებული ვარ, ცოტა სურდო მაქვს, მაგრამ ნუ anyway, ეგ არა გაправება რა. ხო ტექსტი ყველაფერი გახსოვს ხო კარგად? ნუ შეძლებს დაგვარად. მეტოქეზე რას გვეტყვი? მეტოქე არის, რავი, პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამიანი და მე ძალიან მაგარი არტისტი რა. როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენი ურთიერთობა იგივენაირად გაგრძელდება რა. კონტრა ფორელ. როგორი სეზონი იქნება? მე არ გამიმართლა იმ პონჩი რომ 8 კაცი და 6-თან ძმა კაცო, მაგერ ერთ-ერთი მოვიდა. ხოდი. აი რას გვეტყვი მეტოქეზე? მიყვარს რა უნდა ვთქვა. Skies ვიცნობ ჯერ მაშინ როცა იყო K-Kobe რა. ეს ამათვის ხარ Skyres ჩემთვის ისე K-Kobe. აუ შენ რა უნდა გითხრა, იცი? რა დავამუღამე, რატო არ მომწონს ხოლმე, აი twins რო გიჭამ ხოლმე რა, რო არ მომწონს ჩემი თავი ვლოგში რა. იცი რატო? ჩემი ოჯახის წევრი ხარ შენ რა.
და აი რო ხედავ ხოლმე, აი რაღაც ძალიან კეთილი ვხდები რა და აურა იმენა მინუსში მიდის რა. შენც გაციებული ხარ, ხო? მაგრამ ხმა ნორმ რა. სიცხე დააგდე? არ გავიზომე დღეს სპეციალურად. იმიტომ რომ ან ვერაფერს ვერ ვუშველიდი სიცხეს, იმიტომ რომ პირველი რაუნდი წავიდა. სიცხე რატო არ გავიზომე, იცი? ანუ დღეს ვერაფერს ვერ უშველე. არ გავიზომე, ზედმეტი ნეგატიური ინფო იქნებოდა რა. სპაზმის რაღაც წამალი დავლია და ხოძა. ჩვენ ახლა უნდა გავცვალოთ ლაინები. გავცვლით თითო ლაინს რა. დარწმუნებულები ხართ, იცოდო და ჩემ ბრალი არ არის. ვცვლით სპეციალურად ჩემთვის. ეს იცი შენს ვერ ხვდები რატო შეიყავი სანამ კონტრასტ შეხვდებოდი პროსტა ბომჟი იყავი არ ვარ გას Skyline ტუნის გარე შეიქიზის ასე გამოიყურება სანამ შეხვდა ეგზიბის მოიცა აუ ტექსტი დამავიწყდა ეს რაუნდი მე წამოვიდა შაუთ არ არის სხვისი ფლოუ თუ აგიღია შენში უცებ ჯიაპ მე კი 3 სეზონია მშია შენ მასვე მაიკლი კი მგონი თქვენ ხართ 4 ღია რა სტილზე ხარ დღეს? ჩემი ძმაკაც სულ სტილზეა დღეს რატო აუ ეხა დაიწყებენ ძმაკაციო და ტვინის ვოშ ყველა ძმაკაცია ყველა ძმაკაცები რო ხართ გავიგეთ უკვე აღარავინ ახლა ძმაკაცი ამაგას იბაძებენ რა ძმაკაცი გიგუნა ლუკა რუსია არტურა გუტელიაც ყველა ეს ადამიანი მაგრად მიყვარს ჩემი ძმები არიან დიდ პატივს წემ და ერთი რაღაცას ვინც გარდაიცვალა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული всё მეტი არაფერს არ ვიტყვი მეტოქეზე რას გვეტყვი ანუ ეს ხო გამოდის ბეთლის მერე ეხა მიყვარხარ ეხა მართლა მიყვარხარ და მაგარი ძმა ხარ. ეგრე რო არ დალაგდეს, მაშინ ვენტოსას უბალეშკი. ყველა ერთნაირად მიყვარს, მაგრამ ვენტოსას უბალეშკი. მამდა ფლექსიაო, რა მოტანა. ეს ვინ არის? ისეს მაგაცი. აზე ხარ ები ხდება ჰიპ-ჰოპში, იცი ყველაფერი? შეყვარებული მიყვება. ახალი ამბები რა ვიცი და ნაისი გათხოვდა. ვიღაცა ბიჭი უპოვია ფერდზე და გაყოლია ცოლად. ჯერ იჩხუბესო რაღაც რადიოში დარეკვის გამო, მე შერიგდე რომ რაღაც რუსია ჩაერია და აქ გმურად არის. სულ მობილურზე. ეს უნდა დავაკვირდე. დამპალიენა აქვს. ბედნიერება უსურვოთ ენაის დედა მომიტყვის. სერიოზული კონკურენტი გყავს წარენაში. მე და შე კონკურენტები მე მეგრელებთან არ ვდისაო. პროსტა დიზა და ტაჰა ეხა შემომაპარის და ენემის ყველა მეგრელი ყავდა. ენემისთან ქონდა ბეთლი ამას? ანუ ეს და თავის დაკალი იქიდან მახსოვ ხარ თვალებით გიცალიო და ენემისთან იყო ბიჭო. ამას მართლა ვიღაც ის ვეგორე X-მენი. ბეთლები რო და რო ვუყუროთ მთელმა ერმა არ გინდა? არა. ხალხო, ყველას გაინტერესებდათ კითხე გეხვეწებიო, რატო არ გამოდისო ან თუ გამოვა ოდესმეო და აი გვიპასუხება. ძაღლი მყავდა საყვარელი რა, ეგ გულშემატკივროდა და ეგ მომიკვდა და მაგის მერე დავიფიცე რომ მე სანამ ამ ძაღლს არ გამიცოცხლებენ, მე ბეთის მართლა გეო მართლა. პატარა ძაღლი. კი. ჯასმინი. ანუ შენ თუ ყველაფერზე ეგრე იფიცები რა აზრი აქ ანუ არა ძაღლს მეტყულზე არ დავიფიცე ღმერთს გევიცე YouTube არხი რო გავაკეთო წარმოვიდე რა პოპულარული ვიქნებ ხალხო დაწერეთ გავაკეთო და რა ვჭამო აი მაგას ვიზაწეთ რა ჭამეო ეს ვიდეო თუ დააგროვებს 1000 კომენტარს მონტანა ქმნის არხს ანუ როგორი არხი პროსტა იდეა მომაწოდეთ რა ეხა არ ვიცი რა როგორი არხი გავაკეთო ენა ის მუკბანგი. უნდა ვჭამო? ჭამე. აი ამით ნიღბით ხო მუკბანგი. აუ ბაზარი. ენა ისი თუ ავა 300,000 ფოლოვერზე. ლაიქებში თუ ავა 10,000 ლაიქზე, გამოდის ბეთლზე. 10,000 ლაიქზე? ლაიქზე რასაო მითი გამოდიარ. ეჭვი ეპარება ჩემ კომიუნიტიში, ანუ ვინ გონია რომ მე ხაიცი ვისაც ეპარებათ. გაიდისა. ენა მაგრამ დისავ. შენ რო გდისავ კაია? 5 წამი გაქვს რო გითხრა ის რისი თქმაც ყოველთვის გინდოდა. ანი მიყვარხარ. ხალხო იესამისფერი გულები გასპამეთ კომენტარებში. ეს დამიდე რა გეხვეწები. ხო აბა. რა და გუში იმ დღეს მალაპარაკე 7 საათ და გამოვედი და გამარჯობა ნახოდის ნახვი აი ეგ იყო მარტო. იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაცები ქონდა ნათქვამი. არ შეიძლებოდა მაგის ჩასმა. გოგოებზე? It was at this moment that he knew he fucked up. არა გოგოებზე ყველაფერი კარგი. გამოიწერეთ ენაისის YouTube არხი. მე ვინ დამიწერებს თქვენ არ გიჩერებენ და რავი გამოიწერეთ. ბიჭო ხო შეიძლება ერთხელ რაღაცა თქვა და ბოლოს რამდენი გეხვეწათ პატარა ლამაზი რაღაცა წვალობს აკეთებს ბავშვის საწლის ბულისთვის. რამდენი წლის ვარ არის? კი არა ბავშვის საწლის ბულისთვის არ აკეთებ ამ ყველაფერს. და ამდენი წვალობს და ეს ადამიანი უზი ხარ და რა კაია უყურებ ჭამ ხორივით. ჭამე შენი დედა. სპონსორი არ მყავს. სპონსორების დედა
საფლავში წაიდად მაგბულს გებო გიგუნა წადი და მიჩივლე ხაში. დღევანდელ ბეთლებზე რას გვეტყვი? აზრზე არ ვარ. შენს ბეთლზე რას გვეტყვი ტოტოსთან? არ ვიცი, ვერაფერს ვერც მაგას. მუშაობ და კარგი გამოდის. დაწერე უკვე თუ პროცესში ხარ? პროცესში ვარ. ვითები მომწონს, ორი გვაქვს ჯერ მხოლოდ. მაგრამ მაგარი ვითებია. ბუმბეფი ხო არა შემთხვევით? მობუმბეპო არის კი. მეტოქეზე რას გვეტყვი? სამ რაუნდში არგენ. მეტოქეზე გეტყვი იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და რითმული MC არის ვაფშე ბაზარზე. არ შეიძლება მაგ ადამიანის underestimating. ვინმეს თუ გონია რომ მე ისე მოვიგებ რომ იმას შანსი არ ექნება, ეგრე არ არის. ტრეკებზე? მუშაობ რაღაც ტრეკებზე, მაგრამ ამ ეტაპზე პატარა პაუზები მაქვს აღებული და შევბერავ მე ნელ-ნელა. ბანისთან ფიტი არსებობს, რომელიც არ ვიცი როდის დაიდება. რას ელოდებით? არ ვიცი. დღევანდელ ბეთლებზე რას გვეტყვი? ეგ იქნება ალბათ ჩემთვის ყველაზე კარგი სეზონი. ჩემთვის მართლა იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცი ტყვის დღეს ამაზე აუცილებლად ძალიან ბევრი ძმაკაცია და ვინც არ არის ძმაკაცი ისიც ძალიან მაგარია და მართლა ესეთი ინტერესი ალბათ არ მქონდა აი ველოდებოდი როგორც რაღაცა სერიალის ახალ სეზონს როცა ელოდები და აი ძალიან ელოდები რა აი ხიტი რომელიც არის. თუ გამოხვალ კიდე ბეთლებზე? აუცილებლად. აი კაკრას ჩემი ძმაკაცი. Fight Club-ში ვარ და ეს არის ჩემი alter ego. მე მეთქი რატომ ეს აუთფიტი ბრედ პიტი გამახსენდა? ისტორია რა, გამოვედი მე ვიყავი პირველი ვინც გამოვიდა და მივედი ნახევარფინალამდე, ანუ ჩვენი გენგიდან მეორე ჩემი ძმაკაცი გამოვიდა და ფინალში იყო ნიკი სლოუ და მესამე ჩემი ძმაკაცი გამოდის მესამე სეზონში და უნდა წამოიღოს და მისია აქვს რომ სეზონი წამოიღოს. 10 Ways How to Lead the Trap არის ჰიპ-ჰოპში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ალბომი, რაც უნდა გამოვიდეს ცოტა ხანში. აი ამ ადამიანის ალბომია. Luna Park და 10 Ways How to Lead the Trap. ეს იქნება აი რაღაც სასწაული რა. ნიკო, ვარო, მერე გადაგიღებ, მერე. ეხლა რატო არა? აი ხარ ცალი. ნახე რა მაჩუკეს ჩემი ზომა მოიტანეთ. შენ რას რაღაცებს ჩუქნიანე, რა პოზია? მე არ ჩუქნია. ეს ხო გქონდა წინაზე? არა, წინაზე დიდი მქონდა, ეხლა ჩემი ზომა მაწი. მეც მოვერგება, ხო? თუ ვიღაცა შეძილეთ ჩაისვია, ბა. მე ჩაის, თუ მაგერი. გავხსნა? unboxing-ი, ბანის მერჩის. Oh shit. ტიპს ჩემზე მეტი სპონსორი ყავს. ოდნა oversize იქნება შენთვის. მაგრამ ნახე, ნახატ. ამას იქნება კაბასა. შენ ბიჭო რა გინდა? ეს პირდაპირ გაზრდილი დაიბადა მე მგონი. კაცი დღეს მოიგოს მაიკლი, უეჭველი, კამი, კონტრა და თაირო. Copa del Rey, sigams Barcelona. ნიკო, რაღაცა ვერ დამალევე ხარ. მე უთხარი რომ მეთქი ლოლას მისცემს ხმას ხო? და მე ნინოს პროექტება რომ რაღაცა გადაწყვიტოს მეთქი და შოუ არ გაფუძნებოდ ხო და მარტო და მიცეს Netflix-ას. არა უშავს პრო, არა უშავს. სკაირის მესამე რაუნდზე თუ არ დაგბურძგავთ, ექიმს გაიზამდი. ეხლა მოიგებს კონტრაქტი, ვერ მოიგო? მე ცოცხალი სახში არ წავა. ვაიმე მეშინია. Indai koplevo i pati bagram się na raga kami się zabami z tymi
პირველი ორი ბეთლი როგორ მოგეწონა? Sky რაც წინა ბეთლებში ბანისთან და მოსკასთან რაც უნდოდა მე ესე მგონია რაც უნდოდა რომ ეჩვენებია და რაღაც სიზარმაცის თუ რაღაცის გამო რა არ ვიცი მომზადებლობის გამო დაიკარგა ის რაღაცეები გონია რომ აი აქ ის ჭყალებში ის წაგების ტკივილი გამოიყენა იმ საწვავად რომ აი თავისი უკეთესი ვერსია ეჩვენებია და ერთი სული მაქვს რომ მოვისმინო ეს ნორმალურად იმიტომ რომ აქ ვერ ვიგებ რა თუმცა აი ის flow და cadence-ები და რაღაცეები რაც ქონდა ძალიან ვისიამოვნე მეორე ბეთლი არ იყო ცუდი თუმცა იმის მერე ცოტა ნაკლებად ეფექტური იყო ჩემთვის პირადად მაგრამ კარგად გამოვიდნენ ბიჭები ორივე მომზადებული იყო ეხლა რა ბეთლების დარჩა იმაზე რას ფიქრობ ეხლა არის მამა და კამი და მაიკლი და ვენტუსა ორივე საინტერესო არის რა მაიკლს ველოდები დიდი ხანი არის ვიცი მისი შესაძლებლობები და მაინტერესებს ამ ფორმატში მამაც მაინტერესებს როგორი იქნება რა იმიტომ რომ მოლოდინები დიდია შენ ხო არ გიხილავთ კიდე ბეთლებზე იცი რა არის რომ უყურებ ისო მინდება რა ზოგი ხან ბიტი მომწონს ძალიან ხან
ვიღაცის გამოსვლა და მინდება. თუმცა მე მგონი ეხლა რომ გამოვიდე მე და ამ პარტაუნულად არ ჩამომართვათ, მაგრამ რომ გამოვიდე ხა იქ ზოგი პირველად არის სცენაზე რაღაცა უსამართლოც იქნება, რა როგორ ახლა. რატო გახდი რეპერი? აბა ჩამოგვიყალები აბა. რა ვიცი, თავის დამკვიდრება მინდოდა რა. ვენტუს ზათხარ? იას. ყურში როგორ გესმით? ვაფშე არ მესმის. არა. ბითები მოგეწონა? ორი ბითი მომეწონა მთლიან 9-ში. ჩვენი ბეთლი და მესამე რაუნდი. მესამე. დეტროიტს ვერ ვიტან. დეტროიტი გადაიყვარეთ რა ხალხო რა. ძალიან ბევრი ჟანრი არის რეპში, რომელიც საკაიფოა რა. შენ რომელს ვერ იტან? ბუმბებს. ეს არ უნდა ექნა ჩემ ვლოგში. იწყება მოკლედ მეგობრებო. გამოიწერონ არხი და ლაიქონ ვიდეო, ზარისღილაკი გააქტიურონ, კიდე რა არის? იესამნისფერი გულები დაწერონ, კიდე მაშინ შავი გულებიც. ბინები არის ძალიან თავისუფალი. სპონსორობა თუ გნებავთ აქ ვარ. არა, ჩვენ არა, ბინები სახელი არის რა სპონსორობა. მამა, ხო იცით, მამა, რო გამოდი. ბინა, ხო, რუსთაველები მე ჩვენ ბინები ვართ ყველანი. რას გვეტყვი მამაზე? ბინა, რაღაცა უნდა გითხრა. ანუ მოკვდავების ენაზე რო გითხრათ? მოკვდავების ენაზე რო გითხრათ, შეუდარებელია. შოქში ვიყავი რომ გავიგე რომ 16-ის იყო. ბინა. კაი ბიჭია ძალიან. გადაჭერები არა, ჩვენ ვართ ოჯახი. ბინები, ოკეი. აი აქ ვინც არის ნათი არის საუკეთესო რა. ენაისი. ხა დააფასე, მოიცა? აი ეს ენაისი. ციგარი ხარ. Ikhavi bebe moki ეხლა გახდი ვენტალიონი რუსულზეც ხო ვიცი ჩემი და სკაის ბეტლი საქართველოში ყველაზე მაგარი ბეტლი იქნება და ყველაზე ნახვადი ბეტლი იქნება, რაც კი გამოსულა და რაც კი დადებულა ოდესმე. ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ძმაკაცებს შორის ბეტლი არ არის მარტივი. მაგრამ რაღაც ჩიტკოდები მაგალითად დღეს რა რიცხვია, რა რიცხვიც არის. ჩემი და სკაის ბეტლი, ვინ მოიგებს ვინ წააგებს, ეგ ჩემთვის სულ ერთია მართლა. მაგრამ ყველაზე მაგარ ბეტლს დავდებ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ აუცილებლად და ბოლომდე დარჩით რომ ნახოთ ბლუპერები. მეგობრებო, ბანის უნდა დაეთქვა რომ ხალხო, რატო აქ ჩვენს ვლოგს ძალიან ცოტა ნახვა, რა გჭირთ? არ და ძალიან სიმპათიური ბიჭი. ძალიან კაი ვლოგი იყო.
კონტრა. გამიხარდა შენიდან. თუ იც დაიწყეთ. Oh, damn, bars. Ბიჭო, მე ამ ფანჩებს ვერ ავხსნი, ძალიან ღრმა იყო. ეს უნდა აიყვანათ რა. მოგესალმები. მოусმინე აი ბეთლებს და ჩემი აზრით, ჩემი აზრით შენ არ გაქვს აზრი ტექნიკაში და ლირიკაში. შენ არ გაქვს აზრი ტექნიკაში და ლირიკაში. შენი პირველი რაუნდი იყო კარგი და შენი პირველი რაუნდი იყო კარგი. ასე რომ პირველ რაუნდში არის ფრენ. მეორე რაუნდში შენი კარგი ფლოუ გაქვს, მაგრამ ვენტუსას ფლოუ ჯობია და მეორე რაუნდი არის ვენტუსას. იცი შენ ლეგენდები მარლოზე? ეს იქ იყო. იქ იყავი ხო? აუ მოგვიყევი რა მაგ ბეთლზე. არანაირად. მზად ხარ ბეთლისთვის? 90%. დანარჩენი? დამჩა 4 დღე და მოვიდოდა. ტექსტი უნდა ჩაასწორო, გადაკეთო? უნდა დავიზაპირო კარგად. ეი. კარგად შენ? ერთი ლირიკა მაქვს ბიჭამაში ჰარალე. სად? როგორ? ერთი ლირიკა მაქვს ბიჭამაში ჰარალე. ერთი დღე მარგველასთან ერთად. ოპა. სამაკი მაგრამ ესაძილე რეპები და ამიტომ სიმართლეს ბაზრობ ჩემი ყველაც მინებ მე ახალი თქვენ კი პირველი ხარ გარეცხილი თითქოს კაი რეპი არის მაგრამ გაცეცილი ფლოუ არა ტექსტი არა მეტი რა უნდა რეპს კიდე კაი გაგვიუქმეს ვერ გაივლი უნარებს უნდა რეპს უნდა ბებს უნდა ბლეს ანდერგრაუნდს მე უნდა პრეს ვავლე ნაზრებს ვავლე ბაზრებს აუ ნელია ბიჭი ბიბიამი ამას ბიჭო გავიხარდა შენი ნახო ოჩა ჩხარები გაუშვი ოჩა ჩხარები მოქსივა შევეძლო შენ იქნებოდი არ ვიცოდი მაგრამ მინდოდა რომ ყოფილი ბაზრობს აიფებს ხო შენ არა მაგარი გოჩა ბამ ბიჭო ესაა შენი სტუდია ესაა ჩემი გადაობა რა მარგველაზე არა დაკვრის მე აზე არ ვარ ბიტმეიკინგს და მე უნდა ვასწავლო ბიტმეიკინგი ამ უნდა ასწავლოს დაკვირა და ვნახოთ რა გამოვა აუ რა კაი ექსპერიმენტს ვაკეთებ მირო გაიცანით ხალხო Divine Rhymes ხო მე უცებ შემოდივარ და მეთქი რა ხდება სხვა განზომილებაში ხوار მოხდით ახალ ტრეკებს რო დიზდებთ აი კაკუს გრაინზე გავდივართ ჩვენ გავდივართ კაკუს გრაინზე რა ხო აუ იცნაო რა ოფენ ვერსია არ მეფერა მოიცეთ 15-მდე ხო ნათია ისე დონეზე მივიდა აი ამ თავის თემაში რომ მის გარეში აი პროსტა არ მოძრაობს ვერ დელაპარაკებს ნეპასრესტიან კახაროარი ხო იცი გვერდზე რომ დაყვება ის ჩემი მობილური იზიდავს ხალხს და ყველას უნდა რომ მოვიდეს და კომენტარი გააკეთოს ხო ესეა ხო ესეა მეცა წავიდა რომელია შენ საყვარელი ტრეკი Gangsters ზუსტად გეტყვი full clips-ო თავი დავანებოთ Above the Clouds აუ ეგრეც იცოდი რომ Above the Clouds ერთხელ უსვედი მაქსოს და აი ვაფშე ფხიზელი სადღაც ტრანში გავიჩნდა ტიპი რა ნარცისია შეხედეთ გოჩა როცა ბაუნსობს შეიძლება რა სვანის ის კაცვია? ჩემია. პაჭკო ძალიან მიყვარს. ნახე. უმერეს გიშველი. Wi-Fi-ს არიჭერს. მე გაგიზიარებ. ვერთო. რა რენდომ ვლოგია, ვინმე დამაცდის? დათო როგორ არის? Instagram-ი აქვს. ვეძებ. აფოლოვებ ბიჭო შენს რა არა აქვს. არ ვაფოლოვებ. ერთმანეთს აფოლოვებ. აი კაკრას უნდა რატო არ მყავს მეთქი და ვეძებდი. თო ვერ ნახე. რა უნდა დათო მეზზე ჩაწერი. რა ვიცი, კარჩე ვერ ვქენი რაღაცა უცნაური. Instagram-ი ცოტა შიგმაკ. მეტოქეზე რას ქეთხი? ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი მეტოქი მყავს მე. ბიჭო რე იძახით რატო იძახით ვაფშე ესე ბეთქვა. რომელი რაუნდის ბითი მოგწონს ყველაზე? მესამე, მოგეწონი მესამე რაუნდი. შენი რომელი რაუნდია ყველაზე კარგი? რომელია ეს? კაროჩე მესამე? ალბათ მესამე. სეზონს თუ მოიგებ ვის გამოიწვა? ჩემს მაგას.
რა ბევრი ძმაკაცი ყავს და ვერ გავიგე რომელს. ამის მაგაც. ნიკის. John Wicked. Mosh pit.
Baby, love me to be next to mom. I'm a dog, I got a best ball. That's just gotta be a penny ball. Dream and cook every time, yes, we ball. Dream on quality like a soon for me. That's how I work the best. So, after nothing, we'll be best ball. Fight the truth, not a star. Well, I saw showers and Gucci beats at school, she was called very too. Well, I showers and gas beats at that trash, that's how she shoot. 20 minutes, no funny space, I'm on Kadam and I can't under the snoot. I'm a petty ass, I should be that. I'm banging, who didn't like this? I'm a gear, Oscar, that's the Fumoginda, Argamonga, give a pay, Pali, that cake, Pat, Sushi, that's in shit, have a monkey, a shiny, carry on to Chami, how Muki Tari, some of the monkey, Sukargati, how we are, how we done with every jack, and have a Chevy, Liam, Kelly, Johnny, Calibri, Rocket, and not the work we do, fully Calibri, this. We don't tell you, brothers, work from the water, that think of his life, you don't get a blast. That's a get the dramatic, that's because I'm a let's get a from this. I need the side, I need a real, but I'm a legal. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. სარიზღლა გააქტიურეთ და გადაუგზავნეთ მეგობრებს. აიცა. ბიჭო, ენემი მე მგონი თქვა რომელიღაც ბეთლის ბლოგში, ნათი არის ყველაზე მაგარი ბლოგერიო და უნდა მეთქვა რომ ვიზიარებ მეთქი მის სიტყვას. იგი მანთქვა კონტრა. ნათი არის ყველაზე მაგარი. და კონტრა ხო ვთქვი პირველი კონტრა. მაგრამ სწორად დაიწყე კონტრა რო თქვა, ხო, და შენ ეთანხმები კონტრას. დავიწყე და მოვურჩი და მე ვეთანხმები კონტრას. მე არ მაქვს პრინციპიან მორალი ან ბედი. დაალაიქეთ ვიდეო, გავაიწერეთ არხი, ხო, გოჩა. თუ არის ეგრას ნიშნავს. Gochi grotesque. ეს ბუმერია უკან. Open Air-ისთვის მზადების პროცესიც გადავიღეთ, რა თქმა უნდა. ყველაფერი ძალიან ლაღად მიდიოდა, ცხოვრება მშვენიერი იყო, მანამ სანამ ის მოხდა, რაც მოხდა და რაც ყველა მიცით. რაც არ უნდა იყოს, ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. აი, იქიდან მოდის ხო? ხო. თუ? ყველაფერი მოჩაეცავში ისეთი ორფარი ვაცაშლილი დაგინახე ტიპზე ეგრევე დაგაყენერი პიძე ყველაფერი მოჩაეცავში ისეთი ორფარი ვაცაშლილი ბები შენ არი გამხმას ელოდი თავს ვარ გაგოდიმას ოიცა ამას ხوار ვასრულებ გიო შენ ძალიან გაგიტკბა მგონი ხო? ვეღარ ბაზრობს დათო მიდი Derski tani tweet matta dori da mizahe kazanastra salvatore tan natali kharda taranali da gafleiri tmem sweet karma doni es karma doni vidras derga gona magashat shedara bidwar dori da tu kada chita ashigitsira stress magetsu dinne baroga gastora da tomezma Mitsasta bozo Iqos Gagzele Dieses Geiger macht so wie a man
არავის არ მედობი მომწერე ტელეგრამზე მეზეხიან ვეგანს ერგან ჩამეგრამი გრამზე ეს მხედავს გული პეთქოს მე რა გავიტაცო Too fresh, it's like it, it's freshy, it's spicy I see gang, chemi fosu TV Tani, go facts, magam didias feeling As it swag, as it tag, you gonna feel it Fucking mad, as it shake, drink up Chinese steam I see gang Drink up Chinese steam Pauza Shwidi sabas da sami pauza Ხედავ თვალებში ხაფეიდო ხედავ ვიღაც გავსვე Shwidi sabas da sami pauza Რამდენი homie, რამდენი story რამდენი ჯორი ისმინა შორით They think I don't know it რამდენი ყოფილა phone დანას ჩაგარყამე call-ზე ჯერჯი ქას იწევან ხინში შენთან უნდა დაბოლოზე სულასორი მაგრამ აქ მე ვარ წერალი ბედის კეცი ტიმის მერანი ჩემი ფასფას პროს ფოფოს მე არის ხალხის დების no გაზაფხულზე თოզონ ფას მე ბიჭ ყაზა ვატერე ფოს ეს გაგან ვან no cause and the hills in the game no pause I see gang ჩემი fossil TV Tani go facts მაგრამ დიდია skilli I see swag I see tag and you're gonna feel it ანუ ხალხო ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენ გამოსვლამდე და რას აკეთებენ შეხედე freestyle-ობენ რა მე რა ანუ ხმას არ ზოგავ ამ დროს მე ანუ ნათია სახედა რომ მომოგთავო ხო სალამ საცობში ვართ წავი შემსოთ ეს საცობის ეს მორალურად ვემსოთ ხახნა ინდორფინები მჭირდა სივა თქვენ სადა ხართ შენ გზაში ვარ თამთა ხო ნელა რა და ისე ვახკე და ყველაფერი კარგად იქნება შენთან ავარ ნურაფის ნუგე ჩვენ ვეძებთ alter stage-ს ჩვენ არტისტები გამომე გარდადის ჩემზე გული რომ ის მე ვიცი როგორ მოგვასწარით ჰა შენზე გზელი ხეხები მაგას ხალხო ნახეთ რა მაჩუკა მანგამუნმა ანუ პირდაპირ ოფენერზე მივიღეს აჩუქარი ისევ ახალი მიზნები და იდეების დასტავეცებდი ახალ დარაბეს მე ვერ ვიპოვნე სხვა გზა შენთან ერთად მოხს მოგონებების თავს მოვიხსენებ წინა ხამეს რადგან დღეს არ ვიცი სადვა ისევ ახალი ტრეკიდან აღწევ ხედავ რა იქნება წინ ამიტომ ας ვაგიო მესკო შენ თუ ისევ არ მივიწყებ მე ნახავს სცენას სადაც გავაშადის და თუ გიგასავს მოყევი შენი ემოციები პირველად open air-ზე დაგვათენდა რანდა ბეთლზე რას ფიქრობ? გროტესკა არ ვიცი. ხვალინდელზე? ხვალინდელზე მოსე ვიცი. შენ რა ტრეკები გაგაქ? მე გამაკ. და ყველაზე თესლი რა არის? მე მინუსებზე ვბაზრობ. სააღო, მე ერთი მაქვს ეგ, პელესთან ფრისტაილი. რორავე შენც დამიდებ ეკები. გახსოვს რუსთავში რომ უყარეთ იმენა შოუ. ელაის გამოგვაჩინე რა ელაის გამაიწერეთ აი აი აფეიმი ნათიასთვის მაური შევქნათ რა ენაისისთვის ენაისისთვის ფანრები ავანთო ეი ეს
სეზონი ჩემია, მაგრამ უბრალოდ ხურდები. ფინანსური გრამატიკა მინდა მეტი ბრუნვები. ვიზუალით მაფასებ ჭირდება გარნიტურები. ხდება! ყველას ხდება! ხდება! მათი ამბიცია! აიჭა! კამერა დაიჭირე ბიჭო. დავიჭერ. Why are you gay? ახალი ბეთლი იხოდება ხალხო. მე მიდგები სცენაზე და მეჭირა მიკროფონი და დაგადე ბენაზე. Why are you gay? დავაი! აუ ტემუს კამარია და ვერ ვიხსნი. Why are you gay? ნათიას ბედნიერი სახე განახოს და ისე. ფეხები არის ანზე. დაიცა, ეს ხო ვლოგია. ეს ვლოგი თუ ავა. თუ ამ ვიდეომ მოაგროვა 10000 ლაიქი, დათომეზი დადროპავს mixtapes. ნათიას ვლოგმა ისე არ უნდა ჩაიაროს, რომ კონტრა მართავს, რომ არხი გამოიწერონ და ვიდეო დალაიქოს. გამოიწერეთ ენაისის არხი. მადლობა. ენაისი ჩვენი ძმა. არა მეშინი. ყველა დაგიძისი გეშინე მე და გიწერა. მე ედიტები დაიდე. ენა ისეთ ჩაგუშეთე. მე მგონი დღეს მარტო ფოტოების განსაღებად მოვედით. როგორია პოპულარულობა? ოპა! მეგატავები იორთან ნახე ჯობა გადამსვლელი მოყვება. აი, ნაუს ვატო ვიდე ხუმარ. შენი დუკნა შავზე დავდე ბიჭო ხუმარ. გოგო მიყარყარო ხუმარ. Umar. Neta piwi pipeti gachito Umar. Bakti peli. Chame shadi keta mota Umar. Chame shuma chaki tawe Umar. Gio, midi, Gio. Tarsa khuri tu davagi. აბა მე. Let's go. მაგრად ვერთობით უშუქობაში შევარდნაძეს. დაიწყო? გამკითხე? არ მიკითხავს. შენ დღეს რა მისიით ხარ მოსული? ჭამდილი უნდა გარებო. როცა გეტყვიან გარებეო? მაგიტო ვთქვი. ბავშვს ნუაფუჭებ დაანებე. მე ვარ ახლა 24 წლის. ეს რა დუბლიონ კამ? არა მოიჭრება. ტენტაციონი მინდა. ეს ველკამია. შემოწმე შენი საწოლი ხორი მე და ლადო. გაგვასპონსორეთ ხალხო რა. რა დაგასპონსორო 7000 ნახვაზე ვერ ავიდა ის ვლოგი. შეგცხვეთ ხალხო. დროზე გადადით ახლა აქედან. უთხარი. კარს უკეთდი. აუ პორტბოიარდია თუ რა ხდება? რა ხდება? რაუნდები უნდა ვიყოს, როდესაც წავიდნენ არ ვიცი. მოგტეხეს. ესე წავიდე. წინაბეთ ჩამთე რა. აუ არა, მე კოპირაითი დამედება. მართლა ხო არ გადაიგო შეგიდე. მინდა. გადაიგო რა. დამძანდე ბოლოს სიმღერა და მორჩებაო რა. და დავჯექი და ჩაერთო ბედინას ქალაქელების ვერებს. და ქუსლებიანი კამან და 150 კაცი იმენა იფაუნსე. ჩემი და გაგვაკვდა ენა. მოდი დავხაკოთ.
გლოტასკას აპარატო. დავაჭეროთ სპეის. ეს ბლაპერებში. ბლაპერებში. აი თქვენ რა გაინტერესებთ ჩემს? აი რა English please. როგორი What language is that? რას ბუდიობს რა? What language is that? შენი აზრით რა იქ? ჩუბად. შენ ეხა ხოძე ვარ. რა გინდა ძმა? რა ვინ არ არის რომ ჩავწერო რა ჩავმკარი. ეხა ძალიან საინტერესო. დით აქედან. რამდენად მე ამიტიხარ? Netflix-ა. Netflix-ა. სრულად ხო? ბოდიში Netflix ბოდიში. თუ შენი გინდა შექმნა და ფეისობა გინდა და კამერა ვაფშე არ მიყურებს მე და ნათია ეხა იპრანჭება შუშაში. ჯამატას ჩავხედავ. და ხალხში ესე ლაპარაკები რო არის, მაგრამ იხარია. ვილაპარაკოთ. მოდი ვილაპარაკოთ. რაღაცერია ნათია. ვა, ვერა ვხედავ. თუ რაღაცას იბოდიალებენ და მე ბიტმეიკერი ხარ და გინდა რომ აწყო ბიტი. ააწყე ბიტი. და იცი რომ ვიღაცის ბიტი არის. ანუ იმენა Lil Baby-ს ბიტი არის და YouTube-ზე ტვირთავ და აწერო Lil Baby type ბიტი არის. და არა ბიტი, რომელსაც რაღაც სახელი ქვია. დღეს ვერაფერს გადავიღებ რაღაც ესე ვატყობ რომ დღეს ვერაფერს გადავიღებ. კიდე მიღებ? ხარისხს კიდე ის რა იყო? ისედაც წინა ვლოგში დიდად არ გამოირჩეოდი ბევრი წინა სიტყვებით. რა გჭირთ ყველა ბეჭლის დაი უკაცრავად. შემდეგი კითხვა. არ ვიცი ნათია. ლუნაროზის მძიმე კაცთან და რა მიყვარს? იასამნისფერი გულები. კაი, ეხლა ბანი ფიქრობს, რა შეიძლება ჩავსვა ყველა ვლოგში, როცა ბანი იქნება. Netflix-ა მოიგებს. ამას ყველა ვლოგში ვერ ჩავსვა. არა, ისე გეუბნები, ეგ ნახენ და გამახსენდა რომ ცივა. მაგიტო, ცივა და მაგიტო. ცივა! ემინემი იასნია, ემინემი. არა, მაცადე. მეზადარებდი მეკონ. რაღაცა მიკითხე კიდე, კარგია. მოიხოდე? ო, რაღაცა. კამერა როგორ შეუტრიალო? არ შეატრიალო, შენ თუ შენ უნდა გადაგიღო. არ მინდა მე, რატომ მიღებ? მოდი. რას ფიქრობ? ეს ნახე ხა უყუღმოვჩანო ვარ. რას ნიშნავს უყუღ? მოიცე რა თქვი? აი როცა, მაგრამ მოხდები, აი ეგეთი პანჩლაინები რო აქვს თემსის არ მევასებ. მეცის. მე გარეთ გეძახი. ოკეი. როგორ ხარ ახლა? წავიდე. კარგი, ჩვენ ხო ბეთლის მერე გამოდის. ხო დაპიკავ. მოგიტრეკი. ესეც მიყვარს ძალიან. PvP Slam-ის მეორე სეზონში გამოვდივარ Big Step-ა, უნდა გავაკეთო სამივე რაუნდი. Medmoska. ყვას ვაკეთებდი Nice Young Girls და მას მეთქი, მაგრამ აუ, რა დროს აკეთებ რა, როცა არ გაგცევ ყურა. გავსკროლოთ, კაროჩი. აი ADHD მაგდა ცოტაში, აუ, კაროჩი რა თამაში. Cute. გამოიწერეთ საერთო კაცი და. დავაკორებ ხა აკეთარ. დათო. ისე, არა. ისე. ეს რა არის? მუგამი შენ დაუწყო? მარშალ გელონის მოჭრა საპირები ხა? მართლა? მარშალ გელონის 4. არა მოჭრა. გოგო წვალობს რომ თქვენაცირლებო. მადლობა მოწვევისთვის. ჩა. პუშე. რამდენი ყავთ ნამდვილი მეგობრები, რამდენი ყავთ fake მეგობრები? თქვენ გეძღვნება თქვენ fake boss. ამ ბოსების ძინას. ერთად, რამდენი ყავს? ვისაც ადათავს, რამდენი ყავს? ვინც შეშვა მინდოდა და შემატენეს კამერა, ვერაფერი ვერ თქვი, რადგან ისმის ხმა მაღლა. ისმის ხმა მაღლა. ვიგულავებთ ამაღან. ო, აბას ის მესამე ჩა. ო. აბა გიზემო თადი დათო მეს ეს. რაცა უნდა ვიფასრო, დავიკიდე ბოლოს ვიცე.